გამარჯობა. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ულუნიშვილი, მე კინიკა ჩიქოვანი. ჩვენი პროგრამა არის StockCenter, რომლის მიზანს წარმოადგენს საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის წვეთს. ჩვენ შევეცდებით მინიმალურ დროში მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ პირველმა გავაფრთხილოთ მომხმარებლები მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების დადგომამდე. ახლა მე ვეცდები მოგიყვეთ თუ რაზე არის დაფუძნებული ჩვენი პროექტი. ალბათ ყველას ისმის თუ როგორ სწრაფად იცვლება ზოგადად ეკონომიკაში სხვა ფაქტორები. და საჭიროა რომ ადამიანმა, რომელიც ეკონომისტია და რომ ზოგადად კომპანიების მონიტორინგი თვალყური ადენოს ბევრ კომპანიას ერთად. ამის ადამიანის ფიზიკურად არ შეუძლია რომ 30 სხვადასხვა არხზე უყუროს 30 სხვადასხვა კომპანიის შესახებ ნიუსებს. ამიტომ საჭიროა ზოგიერთი პროცესის ავტომატიზაცია და სწორედ ამას ვცდილობთ ჩვენ რომ მივახციოთ. ახლა კი იდეაზე გესაუბრებით ცოტა უფრო დეტალურად. ესე იგი, მთავარი იდეა არის რომ გავაკეთოთ ეკონომიკური პროგნოზების სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება. ჩვენ ზოგადად სტრუქტურა ისე გვაქვს, რომ შევძლოთ სხვადასხვა ბევრი ფაქტორის, ანუ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ბევრი ფაქტორის გათვალისწინება გვჭირდება, რომ ზუსტი ანალიზი შევძლოთ, ამიტომ საჭიროა იყოს სტრუქტურა ისეთი, რომ მარტივად შეიძლებოდეს დამატება. ჩვენ ჯერჯერობით ვიყენებთ მხოლოდ სოციალურ ფაქტორებს, Twitter-ის სახით, ანუ ჩვენ ნახულობთ თუ რას წერს ხალხი Twitter-ზე კონკრეტული კომპანიის შესახებ და ამ Twitter-ის ანალიზის შემდეგ ვახდენთ დასკვნას თუ რა მოუვა კომპანიის აქციის ფასს მოახლოეს მომავალში და ვაწყდით ამ ინფორმაციას მომხმარებლებს. როგორც ვიცით, ცხოვრებაში ზოგადად წინააღმდეგობები ყოველთვის არსებობს, ასევე არსებობდა ამ პროექტის განმავლობაში. ეს იყო 4 საათიანი ძილი 48 საათის განმავლობაში და 8 საათი მუშაობა ისეთ ძალიან პატარა წვრილმაზე, რომელიც შეიძლებოდა სულ 5 წუთში გადაწყვეტილიყო, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და ბოლომდე მივიყვანეთ პროექტი და კიდე რაც თავარი იყო, რომ ბოლოში ვერ ვასწრებდით ამ იდეას, მაგრამ შეგვეძლო ხელი ჩაგვექნია და გაგვეწყვიტა მათ, მაგრამ მაინც ბოლომდე გავაგრძელეთ ჩვენი იდეის მუშაობა და ბოლო წუთს მოვახდინეთ ზუსტად იდეის განხორციელება და ამ ჰაკათონის შედეგი უკვე საფეხზე გვაქვს ვებსაიტი stockcenter.com, რომელზედაც მომხმარებლებს შეუძლია შევიდეს და განიხილოს ჩვენი პროექტი. მადლობა. Motion logger